უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს კურსკის რეგიონში ბრძოლების შედეგად დიდი დანაკარგი აქვთ. მათივე თქმით, ჩრდილოეთ კორეელებს ლოგისტიკური და მარაგის მიწოდების პრობლემებიც აქვთ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ბრძოლებში 3000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. ეს განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნას ცდილობს. გუშინ 26 დეკემბერს ბრიფინგის დროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის, თუმცა ზუსტად რა დროს ამაზე არ უსაუბრია. დახმარების მოწოდების ტემპი უნდა იყოს ისეთი, რომ რუსული თავდასხმების ტემპი შეაფერხოს. ჩვენ მეტი სამხედრო ძალა და დიპლომატია გვჭირდება. თითოეული ჯარისკაცი და ბრიგადა, რომელიც ამას უზრუნველყოფს, გვაყოლებს მშვიდობასთან. პარალელურად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმუქრება, რომ მოსკოვს შეუძლია კიევზე იერეში მიიტანოს ბალისტიკური რაკეტით, რომელიც პირველად ნოემბერში დნიპროზე თავდასხმისას გამოიყენეს. ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს ორეშნიკის მხოლოდ რამდენიმე რაკეტა, თუმცა მზად არის გამოიყენოს ისინი უკრაინის წინააღმდეგ. ეს მძლავრი იარაღია, გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად შექმნილი. ჩვენ მისი მასშტაბური წარმოება დავიწყეთ. ახლაც ვაწარმოებთ გარკვეულ რაოდენობას, რომლის ნაწილს ბელარუსში განვათავსებთ. მოქმედებთ სისტემატურად, თუმცა არსებობს იმის ალბათობაც, რომ ამ იარაღს დღეს ან ხვალ გამოვიყენებთ. პუტინის თქმით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ცდილობს. სლოვაკეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უკვე შესთავაზა მას პლატფორმა.